მარტო ერთი ადამიანი არ ნიშნავს წარმატებულ ან ფერმერს ან მეურნეობას. შანსი არა რა. არის ერთად ყოფნით და გორჩილობა. აუცილებელია, როცა გლეხი რაღაცას აწარმოებს, უნდა იყოს გასაღების ბაზარი. ამ შემთხვევაში ყველაზე კარგი ვარიანტი იყო ფერმერული მეურნეობა. და გადავწყვეტ გვეყოლია პირუტყვი. თავიდან შევიძინეთ 7-8 სული მეწველი. შემდეგ დავამატეთ. დღესდღეობით უკვე ყავს 50 სული. არის გლეხვა. არა მარტო სულადობის გაზდაზე უნდა იფიქროს, არამედ უნდა იფიქროს ჯიშზე. ჯიშის გაუმჯობესებაზე აუცილებელია ფერმისთვის. შემოსავლების მისთვის. წელს ქაში ავაშინეთ 80 სულის ტევადობის ფერმა, სადაც საკმაოდ დიდი რესურსები და ხარჯი, ფინანსური ხარჯი წავიდა და შემდეგ წელს კი ვაპირებთ საძოვარზე ფერმის აშენებას. და აღარ მოგიწევს წვალება, პირუტყვის გადაყვანა და უკან დაბრუნება. რა ადგილზე იქნება ფერმა და ადგილზე იგალახებს. მე პირადად და ჩემი ოჯახი სულ არ თulis. თავს დაუსაქმებლად, ხო? გვაქვს იდეალური შემოსავლის წყარო, ყოველდღიური, თუნდაც ყოველთვიურად და თავს თulit დასაქმებულებად სოფელში რა. ამაჩემები დაითulis ხოლმე სეზონზე დღეში 3 კილო ყოლს აკეთებ. 18-20 კილოზე ხო ვადით? 20 კილოგრამი ყოლი 6 ლარად რამდენი ლარია მითხარით? 120 ლარი. ეს არის მამაჩემის ერთი დღის ხელფასი. აი საპრესი რომ ნახეთ იგზებოდ თევის. დღეში 1000 პრესს როცა ვპრესავთ, ხო? არის 1000 პრესში 500 ლარს ღებდით რა. ამ 500 პრესის გაკეთებაში 150-200 ლარია ხარჯი. ანუ ერთ მშვენიერი დღეს რომ გახვიდე და იმუშაო, შეიძლება რომ 300 ლარით დაკეთო. მიიტანო ოჯახს უთამობი, ხო? იმისაც რომ სოფელში იყოს წარმატებული და იყოს განვითარებადი, აუცილებელია თქვას ბევრ რამეზე უარი, მაგალითად კარგ მანქანაზე. როგორც ხედავთ, დღესაც მოძრაობთ Fiat-ის მარკის ავტომობილი. მომავალში აუცილებლად იქნება ამ საშუალება, რომ ვიგდოთ უკეთესი მანქანა. ოღონდ ჯერ საქმე და ფერმის განვითარება. შემდეგ მანქანა, კარგი.